მეგობრებო, ესეთი კაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. იფიქრეთ თქვენ თოზე, თქვენ პარტნიორზე და გავიგოთ მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში. დღესდღეობით კაშლა მოქმედებს მაშინ, როცა ამოგივარდებათ რეკომენდაციაში ან ნახულობთ, სულ ერთი რა პერიოდშიც არ უნდა იყოს. იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და საერთო გაშლა ყველაფერი არ ემთხოვა მეგობრებო, პირადი გაშლები არის უფრო ზუსტი და პირადისთვის მომწერეთ პირადში გაგაცნობთ დეტალებს, ფასებს და ყველაფერს აბსოლუტურად. ეს არის საერთო გაშლა და იდენტიფიკაციას დააკვირდით. რა ხდება? ვინ არის თქვენი პარტნიორი? მოდი გავიგოთ, იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად ეს გაშლა შეიძლება იყოს თქვენზე, მან არაზე ვაკეთებ ამ შემთხვევაში გაშლას და კარტები ღია, ამიტომ რომ არ დაიბლოკოს ვიდეო ვერ გაჩვენებთ. გაითვალისწინეთ, მაგრამ გეტყვით ყველაფერს. თქვენი პარტნიორი იმპერატორად ამოდის, იმპერატორი ეს არის მეუღლის კარტი, როგორც წესი, ეს არის ვერძის სტიქია, შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანი, მაგრამ აუცილებელი არ არის საერთო გაშლაში, ადამიანი არის ჩემი სიტყვა, გავა, ტიპაჟი, სამუშაო რეჟიმში იქნება თუ ასევე სამუშაოს რატომ მიწახი, ასევე არის როგორც წესი მენეჯერების, უფროსების, ხელმძღვანელების კარტი, იმპერატორი წარმოადგენს რაღაც ერთგვარ თანამდებობის პირს, ხელმძღვანელს, ასე ვთქვათ, თავის სამუშაო სფეროში, ასევე არის მეუღლის კარტი, როგორც გითხარით, შეიძლება იყოს და გაშლას უყურებთ თქვენ მეუღლეზე, შეიძლება ვიღაცის მეუღლეზე, მაგრამ ყველა ვარიანტში ეს ადამიანი არის ადამიანი, რომელსაც თავისი ეგო აქვს ერთგვარი, რომ აი ისე იქნება ყველაფერი, როგორც მე ვიტყვი. მე უნდა მემორჩილებოდეს უსიტყვოდ, შეუწინააღმდეგებლად ოჯახური კლანი, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრები თუ სამუშაო რეჟიმში თუ საყვარელი სხვა ადამიანები, ყველა და უსიტყვოდ მემორჩილებოდეს მე. მას მიხედილი ყავს ძალიან კარგად თავისი ოჯახი, თუ ოჯახს ვიტყვით, მაგრამ ასე ვთქვათ, ბოლო სიტყვა ყოველთვის მასზეა ხოლმე, ყველგან და ყველაფერში. მან უნდა გადაწყვიტოს და ბოლო სიტყვა მიიღოს მან. თქვენი პარტნიორი ახლა არის ერთგვარ კონკურენციაში, კონკურენტუნარიან ბრძოლაში, შეიძლება კონკურენცია თქვენზეა კონკრეტულად, შეიძლება კონკურენცია და რაღაცნაირი შეხლა-შემოხლები სამუშაო რეჟიმში აქ არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა კონკურენციაში ბრძოლა უწევს, ამ ყველაფერს არ ჩაუღრმავდები, ასევე 400-ით არის ადამიანი, რომელიც ერთგვარად ცოტა დეპრესიაშია, ცოტა არ იყოს და დეპრესიული მდგომარეობა აქ ამ კონკურენციიდან გამომდინარე. ანუ შეიძლება სასიყვარულო სამკუთხედზეც მოვიაზრებდეთ აი ამ გაშლას, ვინც იმყოფებით, ვინც იცით, ვინც არ იცით, მაგრამ ერთგვარი კონკურენტუნარიანი ბრძოლა არის ყველა ვარიანტში. 21 მაღალი არკანით რაღაცა ერთი პერიოდი სრულდება ამ კონკურენციის, ამ დეპრესიის, ამ მდგომარეობის, მოკლედ ასე გითხრათ, ადამიანისთვის ერთგვარი დასასრული დადგა, აი შედეგი რაღაცნაირად იმისი, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა, ერთგვარი ლოგიკური შედეგის პერიოდი აქვს მას ცხოვრებაში. სამუშაო რეჟიმი იქნება ეს თუ პირადი ურთიერთობის თემატიკა, ყველას საერთო გაშლაში თავთავისი აქვს, რასაკვირველია, მაგრამ შედეგი ლოგიკური, აი ამ მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, მისი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ერთგვარი 21 მაღალი არკანით არის დასასრულ ეტაპზე. შეიძლება ასევე იყოს მისი სამუშაო დამოკიდებული ინტერნეტზე, ინტერნეტში მუშაობდეს, რაღაცებს წყვიტავდეს, არ არის გამორიცხული, ასეთი ნაწილიც. თუ ატყობთ, რომ პარტნიორი თქვენია, ასე თუ ისე, გავიგოთ მაშინ მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში როგორია. დღესდღეობით, როცა აი ამ გაშლას უყურებთ, გაშლა მოქმედებს მაშინ. ის რომ მისთვის კარმული პიროვნება და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, მე-6 მაღალი არკანი შეყვარებულებით, ეს არის კარმული კარტი, ეს არის პარტნიორი, რომელმაც სრულიად ამოატრიალა და შეცვალა შენი ცხოვრება, აბსოლუტურად სხვანაირად ცხოვრობდი ამ ადამიანის გაცნობამდე და მისი გაცნობის შემდეგ სრულიად სხვანაირი სტილისტიკა და ცხოვრების წესი გაქვს, ყოველდღიურობა გაქვს, თუმცა ემოციურ ფონს რო გითხრათ, აჩვენებს თქვენთან მიმართებაში მე-14 მაღალი არკანით, ძალიან ცდილობს რომ თავის ემოციები ესე აშკარად, სააშკარაოზე ხალხის დასანახად არ გამოდიოდეს და ვერ ხვდებოდეთ რაღაცნაირად ისეთი მომენტი აქვს, რომ ერიდება, ნაწილისთვის იქნება
იქნება ხოერიდება ეუხერხულება ერთი და იგივეა პრინციპში. სააშკარაოზე არ უნდა რომ თავისი ემოციური ფონი გამოიტანოს, ნაწილი იმიტომაც სწორედ რომ იმპერატორია და მას არ შეშვენის ერთგვარი ემოციური დისბალანსში ყოფნა, უნდა იყოს უფრო მკაცრი, უფრო ესე იგი ჩამოყალიბებული, გაწონასწორებული, აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ცდილობს თავის ემოციური ფონი შეინახოს თავისთვის და დააბალანსოს ყველა შემთხვევაში ისე იქცევა მაინც რომ გარშემოყოფებმა მისი ეს ემოციური турბულენტურობა ვერ იგრძნონ. პენტაკლის პრინცი ამოდის ძალიან ნელი კარტია ეს, აი ძალიან კარდინალური მოქმედებებისგან თავს იკავებს, ესე ვთქვათ. ერთგვარად აი სწრაფი რაღაცა გადაწყვეტილებები არ მუშაობს მასზე, არ არის სტილისტიკა მისი, რომ აი სწრაფად რაღაცა ოცნებების და ემოციების ფონზე მიიღოს რამე დიდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მაგრამ მიჩვეულია გამარჯვებას ყოველთვის. ექვსიან შეძლით ეს არის ადამიანი, რომელიც სულ გამარჯვებული გამოდის ყველა სიტუაციიდან, გამარჯვებული რომც არ იყოს თავის თავს გამოიყვანს გამარჯვებულს ყველა ვარიანტში, ისე წარმართავს საქმიანობას, რომ საბოლოო ჯამში მას როგორც აწყობს, ანუ მაქსიმალურად დაბალანსებული, ერთი ნაბიჯის წინ რო დგავს ის ნაბიჯი 100-ჯერ აქვს უკვე დაწონილი, გაანალიზებული, რა შედეგი მის ნაბიჯს შეიძლება მოყვეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტიპაჟი არის გამარჯვებული, მუდამ ყველაფერში ყოველთვის იქცევა ისე, რომ საბოლოო ჯამში წარმატება ჰქონდეს სამუშაო სფერო იქნება, თუ პირადი ურთიერთობები იქნება, საერთოდ იქცევა ყოველთვის ისე, რომ გამარჯვებული იყოს. ნუ უბრალოდ იმპერატორია და იმპერატორს სხვანაირად არც შეშვენის მის ეგოს და მის მდგომარეობას, უნდა იყოს გამარჯვებული იმპერატორი ადამიანი. ვინ ხართ მისთვის კიდევ? თავის თავზე უფრო მეტი თქვა, მაგრამ ის თქვა, რომ კარმული პიროვნება ხართ, ადამიანი ხართ, რომელმაც მისი ემოციური ფონი ბალანსიდან დაარღვია, ამოაგდო ჩარჩოებს, ამოაგდო იმ ყოველდღიურობას, რასაც მიჩვეული იყო და ერთგვარი თქვენ გხედავთ ადამიანი ასევე თქვენი ცხოვრებიდან რაღაცა ცოტა ნატანჯ პიროვნებად, არ ვიცი, ყოველას თქვენი გაქვთ ალბათ ნასაუბრები მასთან წარსულში მის გაცნობამდე რაოდენ ტრაგიკული შეიძლება ზოგიერთისთვის ესეთი წარსული გაქვთ გატარებული, რომელშიც ბევრი ტკივილი მოგაყენეს ადამიანებმა. გიღალატეს პირადი ურთიერთობები იქნებოდა თუ საერთოდ ცხოვრებისეული თემატიკები რაღაცნაირად შეიძლება თქვენი წარსული იცის და აქედან გამომდინარე აღგიქვავთ ადამიანი რაღაცნაირად ნატანჯ პიროვნებას, ბევრი რომ გადაგიტანიათ, ბევრი ემოციური ფონი რომ ქონიათ, ცოტა ისეთი. ორიან ჟეზლით, ნუ ვინ ხართ მისთვის არჩევანის წინაშეა ადამიანი ორიან ჟეზლით, აქ ორი პარტნიორია ყველა ვარიანტში, აქ არის შეიძლება კონკრეტულად ვიღაცის მეუღლეზე საუბარი, როგორც გითხარით, ან თუ თქვენი მეუღლეა, მაშინ ყველა ვარიანტში მას არჩევანის ობიექტი ყავს, ვის მიმართაც 3000-ით აქვს. ემოციების ზღვა ნახეთ როგორი კარტია, ზღვაში ბანაობს, ემოციურ ზღვაში ბანაობს. შეიძლება იხსენებს ხშირად გატარებულს თქვენთან მომენტს. ეს ემოციები აქვს თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ ვინ ხართ მისთვის გვაქვს კითხვა დასმული, ძალიან ზღვა ემოციების მიმცემი პიროვნება ხართ, ძალიან კმაყოფილია თქვენთან ყოფნისას, 6000-ით ხშირად იხსენებს თქვენთან გატარებულ ყოველ წუთს, ყოველ წამს, რა მნიშვნელოვანი ხდებოდა, როდის გაუღიმეთ, როდის გული გატკინათ, მაგრამ მე-16 მაღალი არკანი ამოდის აქ კოშკი, ეს არის კონფლიქტური სიტუაცია, შეიძლება ეხლა კონფლიქტური სიტუაციაში იმყოფებით, თუ ასეთი ჯერ არ გქონიათ კალოდის ამოდის და ვერ გაგახარებთ რომ არ მოხდება თქო, სავარაუდოდ რაღაცა ნგრევა მოხდება. ნგრევა მეათე მაღალი არკანი საბედისწერო ნგრევაზეა საუბარი აქ. ლოგიკურ დასასრულს უნდა მიუახლოვდეს. თუ სასიყვარულო სამკუთხედზე გვაქვს საუბარი, ეს სამკუთხედი და ამ ყველაფერს მას უნდა თუ არ უნდა ცხოვრება მაინც ისე მოუწყობს, რომ არჩევანის წინაშე დადგება და რაღაცას დაანგრევს, დაანგრიოს შეიძლება თქვენთან ნაწილისთვის, ვისთან დაანგრევს. მე-13 მაღალი არკანი ამოდის, კარდინალური ცვლილებების წინაშე დგას ადამიანი, თქვენთან დაარღვევს თუ სხვასთან დაარღვევს.
თქვენ უფრო გაკვირდებათ სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ თქვენ ვიდეო, ფოტო, სტორებით ამბებს იგებს თქვენთან მიმართებაში, ვისაც კონტაქტი არ გაქვთ, მაგრამ ის რომ გრევა მოხდება მის ცხოვრებაში და კარდინალური მე-13 მაღალი არკანის სიკვდილით ისე როგორც ცხოვრობდა, როგორც მოქმედებდა, ვეღარ იმოქმედებს, ეს არის მისთვის საბედისწერო მომენტი. 9-იანი თასი ამოდის და 8-იანი პენტაკლი ემოციებზე იმუშავებს ეს ადამიანი, თქვენთან გრევა სავარაუდოდ არ აქვს.